რამდენი წელია არხი გვაქვს და წერთ ამ ვიდეოებს? დიდი ხანია, რა ვიცი რა მახსოვს. შეიძლება დაითვალო ეგა, შედახა დირექტორი და ბუღალტერი. 4 წელი ხო არის მინიმუმ. ხო, მინიმუმ, ხო. მე მგონი დალმორი არ შეგვიწერია არასდროს. მეც არ მახსენდება. რანაირად მოხდა ახლა ეგ? რანაირად მოხდა დალმორი არ შეგვიწერია არასოდეს. ხო და იცი რატო? ალბათ იმიტომ რომ ძალიან კონტროვერსიული აბუჩათ აქვთ აგდებული რა. არც ისე სხვა საღებავის გამო. საღებავის გამო ხო? მოდი დავიწყოთ რატომ იგდებენ აბუჩათ დალმორს. პირველი საღებავის გამო, იმიტომ რომ ღებავს და ყველაფერი ერთფერდია. ხო, გინდა 50 წლიანი, გინდა უასაკო, ყველაფერი ერთფერია, ხო. თითქმის ყველა არის 40 გრადუსი. უმეტესობა, ხო. მესამე აბუჩათ იგდებენ იმ კაცს, ულაშებიანს. ულაშებიანმა კაცმა თავისი ესეთი ენტერპრენეულურ გართობით რაღაცა მაიმუნობით თვითონ კაი გააკეთა, მაგრამ რაღაც საბოლოო ჯამში შეიძლება თუ არ გახსოვთ ის White and McKay-ის კაცი არ არის, დააფიო და მოვიც და პატერსონი. ხო, ეგ რაღაცა რო გეუბნება ჩაასხით და ეხლა ვიწყებთ განხილვას, არა, კარგად დაატრიალე და და ასხავს. ეხლა ჩაასხი და დავიწყოთ ლაპარაკი აი მართლა რა რაღაცა აი ისეთი ზედმეტად ცნობური რაღაც ისეთი აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს დაკეთებს რაღაც ის ლაითად და ხალისით და ნუ დიდად მაგაზე არ ნერვიულობს ადამიანი, მაგრამ დალმორი თვითონ როგორც ვისკი კონტროვერსიული სიტყვა ვახსენე და რაღაც წინააღმდეგობრივი ტიპია, იმიტომ რომ ცალკე პოზიციონირებს როგორც ესეთი ფუფუნე პრემიუმ ლაქშარი ეგეთი კატეგორიის ვისკი, მაგრამ არის ხალხი რომელიც ვერ იტანს ეგეთ ტკბილ და კამპოტ ვისკებს, თუმცა ძალიან გემრიელი არის თავის ამბავში რა. ეს ცალკე ამბავია კიდე. ეხლა მთავარი უნდა გითხრათ. ეს არის ადგილი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება, ვისკის მოყვარულთა კლუბის ვისკის ბარი. ლევანი და ველიჯანა. და დავამატებ მეოთხე აბუჩათ აგდების მიზეზს კიდე. ხო, კიდე იცი რამე? კი, იმიტომ რომ ჯურაზია პირდაპირ მიბმული ეს დალმორი რა. ჯურას, იმიტომ რომ ჯურას ფლობს ისა. ანუ ინფორმაციულად რომ იცოდეთ, White and McKay-ს ეკუთვნის დალმორი, White and McKay-ს ეკუთვნის როგორც დალმორი, ასევე ჯურა, ასევე ტამნავულინი და ასევე ფეტერკეირნი. ფეტერკეირნი? კი, სინგლ მალტებიდან ეგენი ეკუთვნის, რომ კიდე რაღაც სასმელებია აქვს სხვა. და თვითონ White and McKay ეკუთვნის Global Groups რაღაც, მეც რა ქვია, Global Alliance Group ესე ქვია, ფილიპინებში დაარსებული რაღაცა უზარმაზარი კომპანია და აზიაში ყველაზე დიდი ეს არის რა სასმელების რაღაცა იმის ქოლგის ქვეშ არის კიდე. ანუ White McKay-ს ეკუთვნის რა და 1960 წლამდე იყო დალმორი მხოლოდ family business-ი და იმის შემდეგ უკვე White McKay-ს არის. კაი, ორი დალმორი გვაქვს დღეს, ერთი კლასიკური 12 წლიანი, რომელიც ალბათ ძალიან ბევრს გაუსინჯავს. 40 გრადუსი, ბურბონის კასრი და ბოლოს დაფინიშებული შერის კასრში და მეორე განსხვავებული, რომელიც უფრო საინტერესო არის სხვადასხვა მიზეზებით. ერთი მიზეზი არის ის, რომ პორტვეინის კასრია და მეორე მიზეზი არის ის, რომ 46.5 გრადუსია. უფრო მეტია 40 გრადუსი არ არის. ეხლა ერთი ორი წუთი კიდე რა ვთქვათ, დალმორს მაინც ალბათ ამ სინგლ მალტების მწარმოებელ სახელებს შორის ყველაზე უფრო ერთფეროვანი ხაზი აქვს მეტნაკლებად. აქ არ იქნება ერთფეროვნება, იმიტომ რომ პორტვეინი არის, მაგრამ პრინციპში კორეინში აქვს 12 წლიანი, 15 წლიანი, 18 წლიანი, მერე 25-35-ზე ადის და ძალიან ძვირებია, ზევით აღარ გავყვები და აქვს კიდე ორი ცალკე მდგომი, რომელიც ერთ-ერთი ეს არის, ორი ცალკე პოპულარულ რელიზებს გულისხმობ, ერთი არის ეს პორტვუდი და მეორე არის King Alexander მესამე, რომელიც ძალიან ძვირია. და კიდე ერთი არის სიგარმალტი, კი ბატონო, კი ბატონო. ესეც ცალკე მდგომი ხაზები არის, ნასები. საკასაკ მითითებული არ აქვს, მაგრამ ძვირებია საკმაოდ და ნუ განწყობა მაინც ერთი აქვს რა. ეს არის მძიმე სქელი, მიუხედავად გრადუსისა, მძიმედ ტკბილი, ეს მინდა და მე თქვა, მძიმედ ტკბილი, ნუ ისე კარგი გაგებით, არადაცინვით, რო ვთქვათ, მე მაგალ კამპოტა ვისკებს რო ვეძახი ხოლმე, ეგეთები, მაგრამ საჭიროა ეგეთი ვისკები. მე ვერ მოვიტყვები ხა საერთოდ ლაპარაკი დაცინვებზე დავიწყეთ, მაგრამ საერთოდ არ დავცინი დალმორს. მე დალმორი მიმაჩნია, რომ კარგი მაღალი ხარისხის დონის და მაღალი კლასის ვისკი არის, მშვენიერი, გემრიელი, თუ რა თქმა უნდა ესეთი გემო და ესეთი ტკბილობა გინდათ, რომ მიიღოთ, ძალიან კარგია. ერთი მინუსი ის აქვს, რომ იაფი არ არის, როგორც მახსოვს. აი, ეს 12 წლიანი სკი ზოგადად მე ევროპაში არ მაქვს, მაგრამ აი კორ რეინჯის ვისკების სხვა მწარმოებელ სინგლ მალტებს რო დაახლოებით 35-დან 55 ევრომდე, 35-45. აი ამ კორ რეინჯში აი ესე მერყეობს ხოლმე რა, საწყისი ვისკები რა, სინგლ მალტების, კარგი ვისკები, სხვათა შორის. ეს კიდევ უფრო ზევით იქნება. 12 წლიანი დალმორი არის უფრო ძვირი ვიდრე არდბეგი 10-იანი, უფრო ძვირი ვიდრე ლაფროიგი 10-იანი და ასე შემდეგ.
და ეს პოზიციონირება რაღაცა ლაქშარი, რაღაცა, მაგრამ ნუ რა ვიცი ხა ცუდი არ არის, მაგრამ აი ამ სიძვირის გამო შეიძლება ვიღაცაებმა დასცინონ შეღებების გამო, ულაშაკაცის გამო, იმის გამო და ამის გამო. ეხლა რა ხდება აქ ამ სივრცეში, ვისკის ბარში, ეს ორი ბოთლი არის და ჩვენ შეგვიძლია პატარა რაღაცა ის გაკეთოთ ექსკურსი, რამდენად საინტერესოა ამის გასინჯვა და თუ მაინც და მაინც ორივე არ გინათ რომ გასინჯოთ, რომელი უფრო საინტერესოა რომ გასინჯოთ და თან მით უმეტეს რომ 12 წლიანი და 15 წლიანი სხვა შევადარებით დებილობა ერთი ხაზია და უფრო ვისი არის და აი პორტი რახან არის ეს და ეს კიდე ხერესი არის, ამ შემთხვევაში გვინდა რომ შევადაროთ და თქვენც მოგიყვეთა ეს დიდი ირმის რქებიანი მთელი ეს თავისი უცვლელი ლოგო, რომელიც ჯერ კიდევ გაარსებისას აიგეს და მაგ ირმის რქებზე ამაზე რას მიკრულია ჩემი ისტორია მაქვს. პირველად რომ ვიყიდე 12 წლიანი დალმორი და რომ დავლიე ეს ბოთლი, მინდოდა ეს ირმის რქები შემენახა და დავიწყე აზრობა ბოთლიდან და შემერწვა ბრჩხილში და დაახლოებით ორკვირიანი საშინელი სიმწარე გამოვიარე. ათე შეიძლება საშინელი ბაქტერია დაგიჩირკდება აი პროგრამები. არ მინდა ხა მაგების მოყოლა. დალმორს რომ ამ მოხეროს ვერ მახსენდება. ხო, კარგად ძრება ამას ისე რომ იცოდეთ რა, სად არის აი? აი მან ხო, მანქი შოლდეს ნამდვილად. თუ ამის აზრობა გინდათ, აი ეს მაიმუნები ააზრეთ ძალიან კარგად ძრება და ფრჩხილის არაფერი შეგერჭამათ. ხო. კიდე ეხლა ეს ახალი ბოთლებია 2025-ის ბოთლები არის და აი მაკალანივით პრემიუმ ხაზი რახან არის დალმორის, პრემიუმ ბოთლერი კერა და დისტილერი რახან არის დალმორის, მაკალანივით უკან ჰოლოგრამა და QR კოდი მიაკრეს, რომ ეს ჩაჩი აი ხა ჩაჩი მაგალითად სულ აზრება ამ პორტს ამზრული აქვს და აი ისიც ხო აქვია ჰოლოგრამაც ახეული აქვს და მოკლედ ვიღარ გააყალბებ, მოკლედ თავისი დასვა გააკეთეს, მაგრამ რამდენად აყალბებენ და ჩინელები რამდენად უშვებენ ხა 12 წლიან ეგ რისერჩი არ ჩაგვიტარებია. თუ არ მოგატყო ბოთლი მომწონს. ბოთლი ძალიან კარგია. ძალიან კარგი ბოთლია, აქ რაღაცნაირი ცოტა old school-ი, ცოტა სხვანაირი. არ მეორდება ეს ეს ფორმაც და ესეც უხდება რა, ახლა ვაგიეროთ მართლა შემჩხილში შეგეჭო, მაგრამ უხდება ახლა უხდება. მაგათ იმაზე არ უფიქრიათ, რომ ახლა ამას რო ვაკეთებთ, იქ მე საქართველოში ლევანჭედი ამას რო აზრობს, შეხში არ შეეჭო შემთხვევითო, მაგაზე არ უფიქრიათ ხო. შესაბამისად ეტიკეტზე არ აწერია, არააძროთ თორემ ფრჩხილში შეგერჭობათ. ხო. ეხლა შევადაროთ. კაი, ну დავიწყოთ უნდა დაბალი გრადუსით, ანუ 12 წლიანით 40 გრადუსი, ექს ბურბონის კასრე და დაფინიშებული შერიში. კაია, ბიჭო, ნახე რა კამპოტა არის და რა გემრიელი სუნი აქვს, ცოტა სიცხარე და რაღაცა ტანინი აქვს მისამული ჩემთვის და ტანინი აქვს, მაგრამ ტკბილია, ხელესი, ანუ ჩემთვის ეს ბრმად რომ მოგეცა, შეიძლებოდა მე ფიქრა, რომ დაფინიშებული კი არ არის, სრულად მაშინ ამე. სრულად შერია. სულ ხელესში არის, იმიტომ რომ არ ვიცი მე აქ სათხედა ბურბონს. აი ხელესის განწყობა რაც არის, მთლიანად ხელესში დაძველებული, მაგალითად არ ვადარებ ის მაღალი კლასია უფრო მთლიანად ხელესში რო ედრადორი აძველებს მაგალითად რაღაც ვისკებს ის უფრო, მაგრამ გაავს იმას მე ხვდი, მთლიანად აი ახერესია. აი მთლიანად ხელესი, ანუ აქ არის ბურბონის კასრის არანაირი არომატი არანაირი ვანილიც კი გამქრალია ჩემი აზრით, მე ვერ ვგზნობ ამაში ვანილს. მე ამაში ვგზნობ მხოლოდ პირველი ვგზნობ ქიშმიშებს ოდნავ. თაფლი ვგზნობ თაფლებს კი. წარე თაფლი. ოდნავ ხო. ხილია რაღაცა, ოღონდ წითელი ხე ბერი რაღაცა მართლობა მე რა ქვია, კენკროვანი ხილებიც არის ხა ამაში რა. ხო მე კიდე ყავი და შოკოლადია. შოკოლადი არის ამაში. კი. ეს საერთოდ ყავი და შოკოლადი და ისინი რა ქვია, კენკროვანი რაღაცები ზოგადად დალმორების დამახასიათებელია ხა ბევრი სხვა დალმორის გამისინჯავს ამის გარდა. და ყავი, შოკოლადი, იმიტომ არა, აი კამპოტა, იმიტომ არის, რომ აი ტკბილი ლიქიორის განწყობისკენ უფრო მიდის ხოლმე, ვიდრე ვისკის შოუ. არა, ნაკლებად უფრო აი ესეთია, ძალიან დესერტია, ძალიან ტკბილია. ხო, სადესერტო ვისკი რა. ხო, კიდე ერთი რაც გამახსენდა გარდა იმისა, ძალიან სასიამოვნოა. მინუსი არა აქვს ამას. გარდა იმისა, თხელია 40 გრადუსის გამო. ხო. მეორე ისტორია რას კიდე მაქვს ერთ ფრჩხილის გარდა. ამ 12 წლიანზე არის ის, რომ პირველად რო ვიყიდე, აი ეგ ბოთლი ზუსტად ფრჩხილში რო შემერჯა. თავიდან აი დაახლოებით ამდენი რო დავლიე, როგორც აქ არის ხა. მაგრა არ მომეწონა რა. აი ზუსტად ხო, ეგ ვიფიქრე ზუსტად რომ მეთქი. ოღონდ წლების წინ ამბავზეა ლაპარაკი, 7-8 წლის წინანდელი ამბავია. მეთქი ეს უინტერესო ტკბილი ვისკი. უინტერესო ტკბილი ვისკი იყო, თან თხელი ძალიან რა, ხო და აი ამდენი რო დავლიე, გადავდე. გადავდე დაახლოებით 1 თვე. და 1 თვის მერე რო დავუბრუნდი,
აი ახლა რო ვთქვი, რომ ცოტა ტანინები და რაღაცები უშნდება, ხო? რას უფრო დიდხანს აცდი? აირაციას ერთთვის გახსნილი არ მე მგონი თუ არ მეტი, ეს ცოტა უფრო მეტი არის. რას უფრო დიდხანს აცდი აირაციას და რას უფრო ცოტა დარჩენილი, უფრო უშდება ეს მუხის და რაღაცა შებოლილი, ოღონდ ტორფის შებოლო არა, აი მუხის გამომწვარი მუხის შებოლის ეფექტი და ეგეთი რაღაცები უჩნდება და შერის ფარავს, უფრო და უფრო ფარავს შერის რა. ანუ შებოლისკენ გადადის ტკბილი ვისკი და აი ნელ-ნელა ამასაც მოზდის ახლა ეს რა, ამას ვაკვირდები რა. კარგია, მე სუნზე ეს მომწონს, ერთადერთი რაც ვთქვი, ინტენსივობას მოუმატებდი, მაგრამ ინტენსივობა ჩვენნაირი გამოცდილი და ცოტა უკვე ჭყალებში გარყვნილი ვისკის მოყვარულებისთვის არის ხოლმე, თორე ახლა ჩვეულებრივ დამწყებისთვის ახლა ეს სუნი სრულიად მისაღები და ალბათ ნებისმიერ დამწყები ამაზე აღფრთოვანდებოდა რა, ტკბილი ვისკი თუ ვინმეს გინდათ რომ გაასინჯოთ, ხერესის ჩირების და ქიშმიშების არომატით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თან თუ არ უნდა რომ ცხვირი დაეწვას, ენა დაეწვას და იყოს ლაითი და ძალიან რბილი და მსუბუქი. ეხლა მეორე პორტი, რომელიც უასაკოა, ანუ როგორც წესით კანონით ზვირია ხო არ გასოს? უფრო ზვირია, დაახლოებით 10 ევროთი ზვირი ღირს პორტვეინის გასრა. როგორც ამბობენ, როგორც კანონი არის 3 წელი და 1 დღის უნდა იყოს კასრში სპირტი, რომ ვისკი დაერქვას, მაგრამ შოტლანდიელი გეომერი რომ 4 წელზე ნაკლებს არ აძვლებენ. ხო, ასე რომ თუ ასაკი არ აწერია 4 + 1 დღეა გამოდის ეს პორტის დალმური. ხო, NAS-ის წესი იცით თქვენ ახლა NAS-ი არის no wage statement და იმ შემთხვევაში აქ შეიძლება რაღაცა ცოტა 30 წლიანი წესხას. შეიძლება კაცმა არის ახლა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ NAS-ი გამოკეთდეს, მარტო 20 წლიანი რო ესას არ იქნება კარგი. შესაბამისად ურევენ რა და რაღაცა ისეთ reasonable როგორ არის აზრიან ისეთ დაბალანსებულ სითხეს აყენებენ ხოლმე რა. აბა ეს დავსვენოთ. ვნახოთ. ეს სხვანაირია ძალიან, აქ აშკარად ხერესია, მაგრამ აქ ისე ძალიან დიდი სხვაობა კი არ არის. დიდი არ არის, მაგრამ სხვანაირია. არა და ახლა რომ ესე ტკბილი არ არის ხა ეს. არა, ჯერ 1 გრადუსი რო მაღალი აქვს, მაგრამ ეთყობა, უფრო მეტად მოდის ატომები. მაგრამ ისე არის, ორივეში რაღაცა ერთი სტილის სიტყვა მოდის, თითქოს? არა და ერთი პორტვეინია, მეორე შერია. ჩემთვის აქ ნაკლები სიტყვაა და მეტი მუხა და ტანინია. აბა ნახეთ აკვირდი, მეტი მუხა და ტანინია, უფრო ხე და ტანინი აქ უფრო იგრძნობა და უფრო ცოტა ცივი არის. ცივი არის უფრო და თხილია. თხილია. აქ არ არის იმენ თხილი. არა, საერთოდ შოკოლადით საქმეტია. აქ ნაკლები შოკოლადი არის, მაგრამ ნაკლებია უფრო. შეიძლება აქ უფრო შავი შოკოლადი თხილია. ისე ახლა ძალიან თხილოვანია. რამდენჯერმე დავუსუნე ესე გავაპარალელე, ეს 40 გრადუსიანი რო არის, საერთოდ ცხვირი მოუკვდა. ანუ მას 40-იან? ხო, არაფერი აღარ მოდის თითქმის რა, ძალიან შორს მოდის ყურძა. გაწია უკან, მაგრამ ის ტრივიალური მარტივი ძალიან ისეთი უბრალო სიტკბო, რაც ვიცით, ის რჩება ამაში ისევ და აქ ცოტა უფრო საინტერესოა. ნელ-ნელა წამოვიდა. თავიდან მომეჩვენა ერთი სტილის, მაგრამ ნელ-ნელა წამოვიდა ეს პორტის ვერსია. არა, აქ არის კაცო, აქ. მეჩვენება თუ ციტრუსიც არის, ვერ დავიჩემებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის უფრო მეტი მუხა და უფრო მეტი თხილი. ამაში აი თხილეულობა ვიპოვე, როგორც შევთქვი, თხილი არის ძალიან კარგად. ოღონდ ზეთიანი თხილები რო არის ხოლმე, რა ქვია იმას რაღაცა. მაკადემია. ის ბრაზილიური კი არა, ბრაზილიური კიდე სხვა არის. ბრაზილიური ნესვის ფორმა როა ეგ არის და მაკადამია თეთრი მრგვალები როა. ხო, ზეთები როა. ეგ არის მაკადამია, ხო. არის, ამაში თხილებიც არის. ესე ჩემთვის ახლა რავი, მე ამას ავირჩევდი. ანუ რომ მომცე ახლა ორივეს დასუნე და მე ერთი დალი მეორეს აღარ მოგცემო, აირჩიე რომ მასდალევო. ამას ავირჩევდი რა პორტს. უფრო საინტერესოა. კაცმა არის გემო შეიძლება იმისი უკეთესი იყოს. ამაში ახლა წამოვიდა 12 წლიანში, ძალიან გაგიკვირდება. ეს თეორია არ დამჭირია. რა? კიტრო და პომიდორის სალათის. კაი გაჩერდა. არა, მართლა. სალათის სუნი წამოვიდა, რას ლაპარაკობ? არა, მე ვერ უზნობ ხა. ხა ამიტომ კახურიზეთი თუ ხა საერთოდ სხვა განსაკუთრებას ეგა. ოღონდ აი ესეთი ის ფურცლებიც ხშია ეთყობა. წამოვიდა რა ვქნა ახლა რაღაცა. ნუ ახლა ხო კაცია და გუნება, კი ბატონო, ეგ განხილვის დროს ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ხანდახან უცბად რაღაცისკენ გიბიძგებს ადამიანს. არა, ამის სუნი მირჩევნია მე რა. იმიტომ რომ ეს სუნი ვიცი, ეს ძალიან ისეთია რა, ჩვეულებრივი ტრივიალური სუნია და ეს ცოტა ისეთია უფრო საინტერესო და უფრო ისეთი ჩემი აზრით უფრო მისაღები ჩემთვის უფრო საინტერესო და მეტ სიამოვნებას მანიჭებს პორტუდის დასუნვა თავის თხილებით
ვიდრე ეს მხოლოდ ხერესების კიშმიშებით. კიტრი და პამიდორი კი არ არის. აბა, კიტრის კანის სუნია. აი კიტრის კიტრის სუნი რა, კიტრის რო გათრი და კანს რო სუნია, ხო ისი? აი ეგ სუნი. კიტრის სუნია კანს დასუნავ და კიტრის დასუნავ რა. კიტრის სუნი, ხო აი. კიტრის სუნი ვიგრძენია 12 წლიანში ახლა. პამიდორი არ არის. ბიჭო, კიტრის სუნი არის გეტყვი რა, ეხა შე რა იგზენი აგიხსნი. ფრეშ სუნი არის რაღაცნაირი. გამა ისა და ეგ კარგია სხვათა შორის, ცუდი დახასიათება არ არის. თუ ეს სიტკბოს ფრეშ იმასთან ერთად გაძლევს, აი რაღაცა სიმსუბუქესთან და რაღაცასთან ერთად, უფრო კარგი გამოდის. კი, მშვენიარე, კაცუდი არ არის. კაი, გავსინჯოთ? კაი, გავსინჯოთ, ისევ დაბალგრადუსიანი და 40 გრადუსი 12 წელი. და ვანილიც ცოტა გაუშვდა ახლა. დემოს უფრო ბლანკია, მიდიხია, ხო? ზეთოვანია. იცი რა, უფრო წყალს ვუდი 40 გრადუსის გამო. ეს სხვადასხვა ახასიათებს ამის 40 გრადუსიანებს. აი, ერთ-ერთი მაგალითია 40 გრადუსიანი, როგორ შეიძლება რომ არ გააწყალოთ, ხო, კაი კაცებს. ხო, და გადაღლაპის მერე ენაზე დავრჩა ეს ველური თაფლის, წამლის თაფლის არომატი ძალიან ისე ინტენსიურად თაფლი დატოვა. ხო. თაფლი და რაღაცა კიდე, რაღაც ნამცხროვანი დატოვა, არ ვერ ხვდები. მარტო ვანილი არა, რაღაცა კაია. რაღაც ჩიზკეიქ ნამცხროვანი დატოვა რა რაღაცა რა. ვანილი და კიდე რაღაცა. ვერ ხვდები. უი ძალიან კაი, თეთრი შოკოლადის უფრო რაღაც ისეთები დატოვა. შავი არა. აი რძიანი. ხო. აი რძიანი ნამცხვარი კი არა, უფრო აი რძის ვანილის და რძის რაღაცა. მაგრამ ძალიან მოკლე ფინიში აქვს. ფინიში მოკლე ხარ. გავიდა. არაფერი აღარ არის. რაც არის ჩავრეც. გემრიელი იყო. ხო. ნუ ამისგან მეტ სიმსუყეს და მეტ ფინიშს ველი. აბა, ნახოთ პორტოინი. იმის გვერდით საინტერესოა. 46 გრადუსი. ძალიან მაღალი გრადუსი. ჩათვალეთ რომ კასრის სიზნერის დალმორი. დალმორისტის ხო? ცოტა რომ საგებავის დააკვან, საერთოდ საგიჟეთი იქნება. არ გამოუშვიათ არაფერი კასრის სიძლიერეზე ნეტა ცხოვრებაში? ექნებათ რაღაცა 30000-საც. 2000, მოიცა იმ დღეს წერალ ნახე ინფორმაცია, ყველაზე ძვირად გაყიდული დალმორი იყო პატერსონის სახელობის თუ რაღაცა 2020-ს. ტრინიტის მერე. ტრინიტი გაიყიდა ძვირად, მაგრამ ტრინიტი 100 ბოთლი იყო თუ რაღაცა და რაღაცა გამოუშვეს სახელი აღარ მახსოვს. 12 ბოთლი გამოუშვეს, სულ წარმოიდგინეთ და ეგ გამოუშვეს. ეს რა გამოუშვეს? მილიონი ფუნტად გაიყიდა. იმიტომ ეგ ის რა იყო, პატერსონის 50 წლის თავი იყო დალმორში მუშაობის. და გამოუშვეს ყველაზე ძვირი 50 წლიანი, ხო, 987,000 ფუნტი სტერლინგი, აი ესეთი ფასტი. 12 ბოთლი სულ მეტი არ გაიყიდა. იმიტომ პატერსონის ხელმოწერა იყო. რას ლაპარაკობ? მას აქცევდათ რა. ეგეც უნდა გადავაქციოთ? ის გადაქცეულები იყო ბოთლში. იმიტომ გამოვიდა 12 ბოთლი. ის იმას კი არ აქცევს დალმორს. მანამდე რაღაც სხვა სასხავდა და იმას აქცევდა და მე ვაიტელ მაკაის უასაკოს ასხავდა. უბრალოდ და მე. თადგეთ შტელიც კი არ არის. აბა ეხა ეს ნახო. აბა პორტი. განადგურა ის რას ლაპარაკობ? სიცხარე? ცხარია. უიდეო რა ცხარია, მაგრამ კაია გემოების წინი სიტყვების დატოვა. იცი რა, ის ამაში რო ბოლოს სუსხანელი სიტყვი აქვს. მე თაფლი ვიგრძენი ამას. თაფლი არის, მაგრამ აქ რაღაცა ლეღვებია კიდე. ოი და როგორი მაუთოთერინგია, ნერწყვი. არა, ლეგვის მურაბა, ნახე როგორი ლეღვია. არის ლეგვის მურაბა. აუ, ჩახარშული ლეგვის მურაბა. არის. ლეგვის მურაბა არის. ბლისაც. მიქსია. მართლა მურაბებია. არა, რო თქვი ახლა ბლის. თავის თხილით. ბალში თეთრი ბლის მურაბაში თხილს რო ჩურთავენ ხოლმე, ხო იცი? რო ამურაბებენ, ჩაჩურთული თხილი რო აქვს. მე მაინც ცალკე მირჩევნია თუ მურაბაზე მიდიო, მაგრამ აქ არის თხილიც არის, თეთრი ბლის მურაბაც არის და ლეღვიც არის. არა, კაცო, ეს ჯობია. ყველაფერი რას ჩამოთვალა? ნამდვილად ყველაფერი. ოღონდ ძიმია ეს. მე თვითონ ვერ დავიჭერე, რომ ჩამოთვალა, მე რა დავიჭერე. აი ხა ლეღვი გადავიდა, ბალი დარჩა. სიცხარეც გადავიდა. და ამას რო ეგრევე დაუმთავრდა ფინიში, ამას რამსივზე ფინიში აქვს. ფინიში აქვს, იმასთან შედარებითაა, კი. მიდის ფინიში და ძალიან მაუфоთერინგი, ენაწყლიანი თუ როგორც არის. კი ბატონო. ძალიან გემრიელია. ეს გემრიელი, ეს ჯობნის ახლა ამას, ჩემი გემოვნებით ახლა ვიღაცისთვის შეიძლება ეს ლაითი უფრო გემრიელი იყოს, იმიტომ რომ ამის ინტენსივობა, თქვათ, ადამიანი, ვინც მიჩვეული არ არის მაღალი სიხშირის კი არა და სიმძლავრის ვისკებს და სქელ ვისკებს, იმის რეცეპტორებისთვის ეს შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს რაღაც მომენტში დამწყებისთვის. ეს ბევრად უფრო კარგი შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, მაგრამ ჩვენთვის ახლა ნუ ეს მაღალგრადუსიანი და მსუყე უფრო საინტერესოდ გამოიყურება რა. თუმცა იმას თავის ადგილია გემრიელი ლაითი ვისკი ამ სულუქი რა. აუ ძალიან კაია. ეს ძალიან კაი რამეა, ხო. ხო და არ დასცინოთ ამ დალმორს, აქ ჭირთ თქვენ კიდე რა. რას დასცინით ვერ გავიგე.
კარგია და მე ისიც მახსოვს ის ეხლა გვერდზე რო იყო შევადარებდი არ მახსოვს ეხლა ეს მომეწონა მე ვამჯობინებ ამას პირადად მე თავისთავად ცხადია სიგრმალტიც ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესო ყველაზე კარგი რა ყველაზე მაღალ ასაკიანი და ესეთი პრემიუმი 15 წლიანი მაგ გასინჯურდა იმის იქ არ გამოსინჯა ხო და კარგია რა ზოგადად რა ეს დალმორი და ეხლა ნუ აი ღებავს შეღებოს დიდი ამბავი არა აქ ხალხო ამ აღებავს გემო და რავი რატო არის მიჩნეული ეს ვერ მივხვდი რომ ეს არ ღებავს ანუ როგორც ისე ამბობენ რომ აი კარგია რომ არ ღებავს რატო შეღებოს რავი რა თმინდა ფერი რაში მაინტერესებს იყოს რავი არდბეგივით თუ გინდა თეთრი ღიაყვითელი ან დალმორივით რაღაცა კამპოტის მუქი რაღაცნაირი ფერი მოკლედ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ I65-ია თუ რამდენია I65 სტანდარტის საღებავს საკვებს საღებავს გემო არ აქვს მხოლოდ ფერს აძლევს არანაირი გემო არ აქვს და არავინ არ თქვას და არ დაგაჯეროთ ეგ რომ შეღებილ ვისკის იმის რაღაც გემო შეღებილის გემო დაემატა და მე ეს ვირძიანი ის კი არ ადამიანის რეცეპტორები კი ვერ გზობს ქიმიურადაც დადასტურებული რომ გემო არ აქვს მარტო ვიზუალისთვის არის ეგ შეღებვა რა ხო არ მომობ იმაზე non chill filter-ზე იქ მართლა არის ხვაობა თუმცა ეს ხვაობა 18-იანი გლენდრონახები ორჯერ რო შევადარეთ კი ახლები და ისე კი არა გაუფილტრავი და გაფილტრავი ძველები და ახლები და მოგვეწონა ორივეჯერ ახალმა მოიგო კი ძალიან კარგი ხო კაცმარიც ეხა ამიტომ აქ ბევრი ძალიან კომპლექსურია ვისკი და შესაბამისად მარტო გაფილტრო არ შველის კაცო იქ მთელი ამბავია რო გამოხალდეს როგორი მოსავალი იყო რანაირი ხორბალი იყო ის ხორბალი რამზეზე მოიწია კუდი და თავი როგორ მოაჭრეს და როგორ აქნეს და მე რანაირი კასრები შეხვდათ რომ დააძველეს ნუ აი იმდენ კომპლექსური და რთული და გრძელი გზა აქვს ვისკის გავლილი რომ ესე მარტივად არ არის რა გაუფილტრავი კაი შეღებილი ცუდია რაღაცა აი რა ეგრე არ არის რატომ მოყვებით ახლა ეს ყველაფერი მოწ სიტყვა მოიტანო ხო ანუ ხედავ ეს ამიტომ დალმოს ამართლებს ჩვენ აქ მარტო კონკრეტულ ვისკიზე არ ვსაუბრობთ ჩვენ აქ ამ სივრცეში სადაც დაუწყარი ვისკები ისინჯება ანუ ვისკის მოყვარულთა კლუბის ვისკის ბარში ბევრს ვლაპარაკობთ საინტერესო ამბებზე მოდით და ვილაპარაკოთ გამოიწერეთ არხი გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი იო